გამარჯობა, თქვენ უყურებთ დღის ამბებს 4-ზე, რომელსაც თამარ ჩიხლაძე და ტელეკომპანია პირველის გუნდი წარმოგიდგენთ. პარლამენტში შესაძლოა ამ კვირას დასრულდეს ხმაურიანი პროცესი, რომელიც იანვარში მოსამართლეთა 10 კაციანი სიის წარდგენით დაიწყო. საკანონმდებლო ორგანო კენჭს უყრის კრიტერიუმებს, რომლის განხილვაც მას პარლამენტში 4 თანაგუნდელის დაკარგვად და მის წინააღმდეგ ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებად დაუჯდა. ხელისუფლება თავად კერავს მოსამართლეების უვადო მანტიას. ეს სიტყვები ქართულმა ოცნებამ არა ოპოზიციისგან, ან როგორც თავად მიიჩნევს, ანგაჟირებული არასამთავრობო სექტორისგან, არამედ იმ ადამიანებისგან მოისმინა, ვისთან ერთადაც მოვიდა ხელისუფლებაში. რას ნიშნავს უვადოდ დანიშვნა? მაყურებლისთვის უფრო იოლად აღსაქმელი რომ იყოს, ეს ნიშნავს მანტიის ტარების უფლებას 20-25 წლით. მაგალითად, დღეს სასამართლოში გამწესებულია 298 მოსამართლე, მათგან ნახევარზე მეტი 154 უკვე უვადოდაა დანიშნული. მიხეილ ჩინჩალაძე მოსამართლის თანამდებობას იკავებს 2053 წლამდე, ლევან მურუსიძე 2040 წლამდე, დიმიტრი ბურიტიშვილი 2045 წლამდე, სერგო მეთოფიშვილი 2026 წლამდე. ამავე ვადით უფლებამოსილების გასახანგრძლებლად 10 ადამიანი იბრძოლებს. როგორი იქნება იანვარში დაწყებული პროცესების დასასრული ცვლილება თუ სისტემის გავლენიანი პირების უცვლელობის დაკანონება? პარლამენტი ახალი კრიტერიუმების რამდენიმე ვერსიაზე უარის თქმის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ხელს აწერს ირაკლი კობახიძის ცნობილ ფორმულას ცუდების კარგებად გადაქცევის პროცესს. საერთო სურათს ავსებს ბიძინა ივანიშვილის, უმრავლესობის დეპუტატების და მოსამართლეების საერთო ლექსიკონი. წარმატების დასტურად Heritage Foundation-ის კვლევის მოყვანა, რომლის მიხედვითაც რეალურად საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიცხვშია. და მოსამართლე ლევან მურუსიძის გამართლების მცდელობაც ამ ტენდენციასთან შეგვიძლია მოიხსენიოთ. იანვარში დაწყებულ უმნიშვნელოვანეს პროცესში კანონმდებლები მთავარ და აღიარებულ არბიტრს ვენეციის კომისიას არ დაელოდნენ. ეს პირობის დარღვევა იყო, ასე მიიჩნევს სახალხო დამცველი. ვის პირობებს იცავს ქართული ოცნება, ამ თემაზე ჩვენ ცოტა ხანში ვისაუბრებთ სტუმრებთან ერთად. მანამდე კი მოკლედ რას ცვლის კობახიძის კანონპროექტი, რომელსაც ამ წუთებში განიხილავს იურიდიული კომიტეტი. ყველაზე თვალსაჩინო ხარვეზი აქ არის ინტერესთა კონფლიქტი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს შეუძლია იყოს ჟიურიც და კანდიდატიც. ანუ მოთამაშე მსაჯი, რომელიც აწესებს წესებს და თავად თამაშობს. საბჭოს წევრს შეუძლია შეისწავლოს კონკურენტი კანდიდატის დოკუმენტები და ხმა მისცეს მის წინააღმდეგ. პირველი კენჭისყრა ტარდება ყოველგვარი გასაუბრების კანდიდატების შესწავლის გარეშე, საბჭოს იოლად შეუძლია ამ ეტაპზე გაცხრილოს არასასურველი კანდიდატები. ვიდრე სტუმრები შემოგვიერთდებიან, მოვისმინოთ კამათი საკომიტეტო განხილვაზე. გავიხსენოთ 90-იანი წლების საგამოცდო სისტემა, ხო? მაგალითად, როდესაც სტუდენტებს, აბიტურიენტებს კი არ აფასებდნენ თავიანთი კომპეტენციის მიხედვით. 100 არ შეაფასებს მურუსიძე, ლევან მურუსიძე 100 არ შეაფასებს კანდიდატებს კომპეტენციის მიხედვით, როდესაც გადაწყვეტს ხელი მოაწეროს თუ არ მოაწეროს ამა თუ იმ კანდიდატის საგამოცდო ფურცელს. თქვენი ხელისუფლების დროს ტესტების პასუხები მაგაჟონა და ჯერ კიდევ არ არის დასრულებული პროკურატურაში გამოძიება. ანუ ეს ტესტები, რომელიც თქვენ აქ ჩაწერეთ, როგორც სავალდებულო, არის დისკრედიტირებული. ვიღაც შიგნით სასამართლო სისტემიდან ამ ტესტებს აძლევს გარეშე პირებს. კაზუსის შეფასების დროს დაუწერენ დაბალ ქულას. ისევე როგორც თქვენი კომისიები უწევდნენ დაბალ ქულებს, მაგალითად კოტე კორკელიას, მაგალითად გიორგი პაპუაშვილს, კოტე ვარძელას ორიანებს რო უწერდნენ თქვენი იუსტიციის მინისტრი აკეთებდა ამას შერჩევის დროს. ესე მურუსიძე და ჩინჩალაძე დაუწერს დაბალ ქულას იმას, ვინც არ მოეწონება, ვინც არ ჩათვლის საჭიროდ რომ გრძელსიაშიც კი მოხვდეს. რატომ უტოვებთ ექსკლუზივს კლანს წარმოადგინოს სასამართლოს სისტემაში დასანიშნი კანდიდატურები მხოლოდ მათ? როგორი პროცედურებით ეს გამოცდაა და ამ კანონის პირველი პუნქტის გქვე პუნქტია თუ მეორე პუნქტის ჟქვე პუნქტი აბსოლუტურად მეორე ხარისხოვანია. თავარი შეკითხვა არის ეს, თვეო და გაცდა ამას პასუხი. ამაზე პოლიტიკური პასუხი ივანიშვილისგან მიღებული გვაქვს, მას მოსწონს კლანი. ჩვენ გვინდა უფრო მაღალი სტანდარტი. თუმცა იყიდებოდა ტესტები იყიდებოდა ადვოკატურა და შეიძლება. არა, მარტივი არა ის, კაი, რა გვინდა ის манипуляცია, რა ვაჭრობა რომ მიდის ტესტებით ვაჭრობა რომ მიდის გამოსაძიებელია. მე რომ 3 წელი ეძებ და ვერ გამოიწია და იმას აფიჩებ უპირატეს კერძობინია. იმას კი არ ნიშნავს იუსტიციის საბჭო ტესტები ვაჭრობს ეუნებრო. ლაპარაკი იმდენი მაწყვეტინებდა, რაღაც არ მოგწონს, მე რასაც ლაპარაკობ და როგორ არის ეს საქმე? თქვენი სტილი არის პირდაპირ გეოვნებით მიმდინარეობს გამოძიება და ათობით საქმეებს ჩამოგითქვით, რომელზეც წლების განმავლობაში მიმდინარეობს საქმიანობა. ყოველგვარ გონივრულ საერთოდ საზღვრებს ცდება. აი ეს ყველაფერი რომ მიმდინარეობს გამოძიება. ვერც ვერასდროს ვერ გაიგებს საზოგადოება თქვენი ხელისუფლების პირობებში.
თემაზე საუბარს განვაგრძობთ უმრავლესობის წევრთან გაგა კახიანთან ერთად. მოგესალმებით ბატონო გაგო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღის ამბებში ორზე ბევრი ტექნიკური დეტალი განვიხილეთ, რაც შესაძლოა მაყურებლისთვის იყოს რთულად მოსასმენი, ვენეციის კომისია, 2/3 საბჭოსი და ასე შემდეგ. ასე რომ მინდა საუბარი დავიწყოთ უბრალო მოქალაქისთვის გასაგები თემით. 2012 წელს ერთ-ერთი მთავარი დაპირება ქართული ოცნების იყო სასამართლოს გათავისუფლება გავლენებისგან. როგორ ფიქრობთ, კანონ პროექტით, რომელსაც ალბათ მხარს დაუჭერთ, ასრულებთ თუ არა ამ მთავარ დაპირებას? მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. დიახ, დღეს მიმდინარეობს იურიდიულ კომიტეტზე უკვე მეორე მოსმენით საკითხის განხილვა და კანონ პროექტი, რომელიც განხილვაც ახლა აი ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ეხება უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევის საკითხს. კერძოდ, როგორ უნდა ორი დეტალი არის აქ, ანუ პირველი ის როგორ უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს მხრიდან კანდიდატების წარდგენა პარლამენტში და შემდგომ პარლამენტმა როგორ უნდა აერჩიონ ისინი. ეს არის ის, რაც კონსტიტუციური მოცემულობიდან გამომდინარეობს. ანუ აი ამ ესე ვთქვათ აქედან გადახვევა ვერანაირად ვერ მოხდება, იმიტომ რომ კონსტიტუციამ დაადგინა კონკრეტული წესი მოსამართლეების არჩევის, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების არჩევის და ბუნებრივია ის კანონი, რომელსაც ჩვენ ახლა მივიღებთ, უნდა იყოს შესაბამისობაში კონსტიტუციურ რეგულაციასთან. თავად ცოტა უფრო წინ რო გადავინაცვლო და ვთქვათ ამ კონსტიტუციის აი ამ ნორმაზე თავის დროზე ესე ვთქვათ დისკუსიები იყო რომ გითხრათ, ესეც ალბათ არის საზოგადოებისთვის ასე თუ ისე ცნობილი. იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ ვენეციის კომისია თავდაპირველად ამბობდა რომ როდესაც კონსტიტუციაზე მუშაობდით რომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაც და არჩევაც და ესე ვთქვათ თანამდებობაზე განაწესება ეს ყოფილიყო მხოლოდ იუსტიციის საბჭოს პრეროგატივა. მაგრამ მაშინ ამ ნაწილში ისევ რომ არ გადავიდეთ არ დაუჭირეთ და მესმის ეს მნიშვნელოვანი დეტალები შემეცდები უბრალოდ გავამართლეთ. 10 კაციანი სია მიიღო პარლამენტმა გარკვეული ჯგუფის მიერ წარდგენილი. რა გარანტია ან რა მექანიზმია რომ იგივე ჯგუფის წარდგენილ მსგავს სიას არ მივიღებთ? არ გულისხმობ ზუსტად იგივე სახელებს და გვარებს, მაგრამ იგივე ჯგუფს დაუტოვა თუ არა თქვენმა კანონ პროექტმა გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი ხელში? ანუ განსხვავება რა იქნება ესე იგი მანამ კანონის მიღებამდე არსებულ მდგომარეობასა და მაშინ რაც ამ კანონს ეს კანონ პროექტი თუ კანონად იქცა აი ამ შემთხვევაში შორის. ანუ გახსოვთ ხო რომ ეს ეგრეთ წოდებული 10 კაციანი სიის წარმოქმნა მოხდა იუსტიციის საბჭოს მხრიდან როგორ ანუ ფაქტობრივად ამ კანდიდატებზე მსჯელობა არ ყოფილა, განხილვა არ ყოფილა და ბატონო ფურცელი გაჩნდა საიდანღაც გიორგი მიქაუტაძის თუ არ ვიცი დეტალები. დიახ ხო, ანუ ეგ დეტალები არ ვიცი, თუმცა იუსტიციის საბჭომ იცით რომ ესე ვთქვათ ისე რომ ამაზე არანაირი მსჯელობა არ ყოფილა, წარუდგინა პარლამენტს ეს 10 წევრიანი სია. მას შემდგომ რაც ამ კანონს ჩვენ მივიღეთ, ამ კანონ პროექტს ვაქცევთ კანონად, ესე ვთქვათ, თუ ესე მოხდება და ალბათ ესე მოხდება, ეს პროცედურა უკვე თუ როგორ უნდა წარადგინოს იუსტიციის საბჭომ ეს კანდიდატები, ეს იქნება ძალიან დეტალურად გაწერილი და ეს იქნება ძალიან ერთი მხრივ ვიტყოდი რომ დროში ხანგრძლივი პროცედურაც და მეორე მხრივ ასე ვთქვათ მრავალსაფეხურიანი საჯარო, როდესაც ინფორმაცია იმ კანდიდატების შესახებ, ვისაც წარუდგენს იუსტიციის საბჭო, იქნება ყველასათვის ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, იუსტიციის საბჭოს ის გასაუბრებები, რომ ერთ-ერთი ეტაპი იქნება აუცილებლად გასაუბრება კანდიდატებთან, ეს გასაუბრებებიც იქნება საჯაროდ, სურველებს ექნებათ შესაძლებლობა შესაბამისი კითხვები დაუსვამ ამ კანდიდატებს და აი ამ პროცესის შედეგად ყველა ლოგიკა ამას კარნახობს, ხო? სანამ მივალთ ხომ ამ საჯაროობამდე, მაინც მივედით პროცედურებამდე, მაგრამ მაინტერესებს ის 10 ადამიანი, ვინც იღებდა გადაწყვეტილებას, საბჭოს წევრები. ისევ რჩებათ თუ არა მათ ეს ბერკეტი, თუნდაც ხანგრძლივად გავლილი პროცედურით. ვიდრე მიხვალთ საჯაროობამდე, მანამდე არის კენჭისყრა, რომელსაც საბჭო ატარებს, თითოეულ წევრს აქვს 18 ადამიანის შემოხაზვის უფლება, რითაც გამოავლენენ პირველ ადგილზე გასულ 45 კანდიდატს. ანუ ეს ტარდება ყოველგვარი გასაუბრების, კანდიდატების შესწავლის გარეშე. პირველივე კენჭისყრიდან საბჭოს შეუძლია თუ არა არასასურველი ადამიანები გაცხილოს არასაჭიროდ. ანუ თუ ვის წარადგენს იუსტიციის საბჭო, ეს იქნება იმ პროცესის შედეგი და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან პროცესის პირველივე ეტაპზე შეუძლიათ მათ არასასურველი კანდიდატების გაცხილვა.
პირველივე ეტაპზე. არასასრულ კანდიდატებში ეხლა როგორ გითხართ, კანონში ესე ჩანაწერი არ არსებობს არასასრული გასაგებია, მაგრამ თქვენ საჯაროობაზე საუბრობთ, მე გიკითხავთ საკითხს, რომელიც ნაკლებად საჯაროა, სადაც არ ჩანს გამჭვირვალობა. არა, ესეთი არასაჯარო და არაგამჭვირვალე ამ პროცესში არაფერია, რაც გულისხმობ თქვენ მაშინ დამიკონკრეტეთ, იმიტომ რომ ყველა პროცესი არის ძალიან ესე ვთქვათ გამჭვირვალე. ანუ ის კანდიდატები, ვისაც წარმოადგენს იუსტიციის საბჭო ამ კანონპროექტის მიხედვით, მათი განხილვა მოხდება ღიად. კი ბატონო, მე პირველ ეტაპს, აი სულ პირველ ეტაპს გულისხმობ. პირველ ეტაპს გულისხმობ, სადაც თითოეული წევრი შემოხაზავს კიდევ ერთხელ დავასრულებ 18 კანდიდატს და აი ამ შემოხაზვით ყოველგვარი გასაუბრების ან კანდიდატების შესწავლის გარეშე შემოხაზვით პირველ ადგილზე გასულ 45 ადამიანს გავიგებთ ვინ არის. ანუ მათი სურვილით გადაწყდება პირველი 45 და შემდეგ იწყება უკვე საჯარო პროცედურები, რასაც თქვენ ამბობთ. პირველივე ეტაპზე არ მეთანხმებით, რომ მათ აქვთ ბერკეტი მოიშორონ არასასურველი კანდიდატები. ანუ როგორ არის რაზეა საუბარი თავისი ესე ვთქვათ კანდიდატურების დასახელების უფლება ექნება ფაქტურად ყველას ვინც იმ ცენზებს აკმაყოფილებს რომელიც კონსტიტუციის არის გაწერილი თეორიულად შეიძლება მოხდეს რომ როდესაც გამოცხადდება კონკურსი თეორიულად შეიძლება 100 200 შეიძლება მეტი მსურველიც იყოს იმისათვის რომ ამ პროცესში მიიღონ მონაწილეობა ეს რა თქმა უნდა არ იქნება ხო სწორი და ყველას ბუნებრივია რაღაცა კრიტერიუმები რაღაცა ფილტრი უნდა არსებობდეს რის მიხედვითაც მოხდება ეს გასაუბრება. ანუ ყველას ბუნებრივია, ყველა მსურველს ვერ გაესაუბრება. ანუ პირველი ფილტრი მაინც იუსტიციის საბჭო ამაზე აღმოჩნდეს. ამიტომ გასაუბრება მოხდება აი ბატონო პირველი ფილტრი არის იუსტიციის საბჭო. შევთანხმდით ამაზე, სწორედ ამას გეკითხებით. მგონი ერთი და იგივე სამბობ იუსტიციის საბჭო პირველი ფილტრი კი არა, ყველაფრის ფილტრი არის იუსტიციის საბჭო. კი ბატონო. არ მე მგონი არასწორად ვამთ კითხვას და უბრალოდ შეიძლება არასწორად წარმოდგენა შეიქმნას. ვინც თუ ვის წარმოადგენს იუსტიციის საბჭო, ამის ფილტრი იქნება ბუნებრივად თავად იუსტიციის საბჭო, იმიტომ რომ ისინი გადაწყვეტილება რა ფილტრი უნდა იყოს. ბუნებრივია იუსტიციის საბჭო ვერ გაესაუბრება გადაწყვეტილებას ვინ წარუდგინოს და ამიტომ ხო? მე პირველ საფეხურს გეკითხებით, რადგან ყველა მე გონია რომ ეს არასწორი იქნება, ანუ ეს გასაგებია თქვენ მიგაჩნიათ რომ გასაუბრება პირველ ეტაპზე არასწორი იქნება, რომ სიტყვაზე 200 კანდიდატი რო დასახელდეს 200-ვესთან მოხდეს გასაუბრება. ამიტომ რაღაცა გონივლულობას რო იყოს მორგებული, პირველ ეტაპზე მოხდება სამჯერ უფრო მეტი კანდიდატების დასახელება, ვიდრე იქნება ვაკანსია წარმოდგენილი. პირობითად თუ არის თქვა 10 ვაკანსია, ხო? 30 კანდიდატ შეარჩევს და იმ 30-თან მოხდება გასაუბრება. თუ არის თქვა უფრო მეტი, სამჯერ უფრო მეტი, ანუ მარტივად რო თქვა 45 რატო ამბობენ რომ 18 ვაკანსია არის დღევანდელი მდგომარეობით და შესაბამისად ამბობენ ამ წელს 45-ს რომ თეორიულად ამ პირველ ეტაპზე შეირჩება 45 კანდიდატი თან გარდა ამისა ამ შერჩევის მომენტი როგორი იქნება იცით ამ 45 კანდიდატში მოხდებიან მათ შორის ის კანდიდატები რომლებსაც დაასახელებენ აი პირობითად რო ვთქვათ აი იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე იუსტიციის საბჭოს წევრებიც ანუ ეს პრინციპიც უნდა იყოს დაცული რომ მათ მიერ დასახელებული კანდიდატები ანუ ისე რომ არ მოხდეს რომ რაღაც კონკრეტული ჯგუფის მიერ დასახელებული კანდიდატების ესე ვთქვათ პირველ ეტაპიდან გაცხილვა ხდებოდეს შერჩევა ხდებოდეს ხო ეს რომ ესე არ მოხდეს ამიტომ ანუ არითმეტიკულად ესე ვთქვათ ყველაფერი რომ კარგად გავიაზროთ ეს ესე მოხდება აუცილებლად თუ ეს არ მოხდება და მე თავარი რაც არის ახლა ისე არ წარმოვიდგინოთ რომ იუსტიციის საბჭომ რადგან შეარჩია კონკრეტული კანდიდატები ისინი ცალსახად უზენაესასწავლოს მოსამართლეები იქნებიან საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი. მე ხშირად ესე მეჩვენება რომ რაღაც აი თითქოს პარლამენტის როლის ამ პროცესში თითქოს რაღაცნაირად აი დაჩრდილვა ხდება. იმიტომ რომ თავარი საბოლოოდ მაინც პარლამენტია თუ იუსტიციის საბჭო ისეთ კანდიდატებს წარმოადგენს რომელიც ეს პარლამენტისთვის მიუღებელი იქნება ბუნებრივია მას პარლამენტი არ აირჩევს. საბოლოოდ გადაწყვეტილება მას პარლამენტი უნდა მიიღოს. რამდენიმე გვარი რომელსაც სიაში აღმოჩენის შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში არ მისცემდით ხმას. მაგალითად მიხეილ ჩინჩალაძე ვთქვათ აღმოჩნდა ამ ატკაციან სიაში. აი გააქვთ ამაზე ნაფიქრი რომ აი ამ შემთხვევაში მე მივცემ ხმას წინააღმდეგ. იცით ახლა რამდენად სწორი იქნება მე კონკრეტულ სახელს და გვარებზე ვისაუბრო ვერ გეტყვით მე არაერთხელ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია დაამფიქსირებია მაგრამ კი შემიძლია გითხრათ რომ არის კონკრეტული სახელი და გვარები რომლებიც იქნებიან ამ სიაში მე მათ ხმას არ მივცემ
არ მინდა რომ ეხლა კონკრეტულ სახე და გვარებზე ვისაუბრო. ეხლა დასკვნები თქვენთან შეგიძლია გააკეთოთ, როდესაც მე პირადად გადაწყვეტილებას მივიღებ, ბუნებრივია ვიხელმძღვანელებ ერთი მხრივ იმით თუ ვთქვათ რა კომპეტენციის არის ესა თუ ის პიროვნება, როგორი ესე ვთქვათ გამოცდილება აქვს, როგორი წარსული აქვს და მათ შორის რა თქმა უნდა ვიხელმძღვანელებ იმითაც საზოგადოებაში როგორი ესე ვთქვათ დამოკიდებულება არსებობს ამ პიროვნებაზე. აი აქედან გამომდინარე მე პირადად როგორც ერთი პარლამენტის წევრი მივიღებ გადაწყვეტილებას და დასკვნები ახლა თქვენ თვითონ გააკეთეთ, ვის დაუჭერთ და ვის არ დაუჭერთ ხალხს. დიდი მადლობა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გაგა კახიანი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში. ახლა იმავე თემაზე საუბარს განვაგრძობთ ეკა ბესელიასთან, რომელმაც დღეს პროტესტის ნიშნად დატოვა იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც სწორედ ირაკლი კობახიძის კაბინეტის წარმოდგენილ კანონპროექტს განიხილავდნენ. ქალბატონო ეკა გიორგი კახიანთან საუბარში მოგესალმებით პირველ რიგში. გიორგი კახიანთან საუბარში ვთქვი, რომ გასაგებია ეს იურიდიული დეტალები, თუმცა უფრო საინტერესოა ალბათ მოქალაქის პოზიციიდან იმ მოქალაქის, რომელმაც უნდა იპოვოს სამართალი ხომ ამ ბოლო ინსტანციაში. რა იმედი რჩება მას, რა რესურსი რჩება მას, რომ კონდეს ნდობა ამ სისტემის მიმართ? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მადლობა ზუსტად აღნიშნეთ თქვენ კანონპროექტის ავტორის ვინაობა, რომელიც დღემდე იწვევს ჩვენს ღიმილს, იმიტომ რომ ვერ დავადგინეთ საბოლოოდ სახელდებით ვინ არის ავტორი, მაგრამ შინაარსით და ხელწერით ხვდებით ყველანი, რომ ეს კანონპროექტი დაწერა იუსტიციის საბჭოს იმ შემადგენლობამ, ვინც 10 კაციანი სია გამოუგზავნა პარლამენტს. ძალიან გასაგება და მარტივად რო უთხრათ მოქალაქეებს, რას უცხადებ ჩვენ პროტესტს და ჩემი დღევანდელი პროტესტიც რამ განაპირობა ის რომ ნებისმიერ მოქალაქეს ჩვენი ქვეყნის თქვენ მე ნებისმიერ ადამიანს ვინც გვისმენს ან არ გვისმენს შეეხება ეს საკითხი დღეს თუ არა მომავალში, იმიტომ რომ სასამართლოსთან შეხება და სამართალთან შეხება ყოველთვის აქვს ნებისმიერ მოქალაქეს ჩვენი ქვეყნისას და ჩვენ ვსაუბრობთ ეხლა სწორედ იმ მოსამართლეებზე, რომელთაც ბოლო სიტყვა უნდა თქვან ვინ არის მართალი და ვინ არა, რომელთაც ბოლო ინსტანციაში უნდა დაადგინონ თუ ქვემოთ რომელიმე მოსამართლე გაამრუდებს ამ სამართალს. ეს არ შეეხება მხოლოდ იმას ვის უშვებენ ციხეში, რომელიც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეს შეეხება ნებისმიერ აი სოციალურ ყოფით ურთიერთობაში, მაგალითად მეზობელი რომ მეზობელს მიწის ნაკვეთზე ედავება, ან სახლთან დაკავშირებული საკითხია, ან სამეზობლო დავა აქვს, ან ქუჩა გადაიარა თუ არა სწორად და დაარღვია თუ არა მოძრაობის წესები. ეს ყველაფერი საბოლოოდ მოსამართლეებთან განისჯება. ისინი იხილავენ ვინ არის მართალი და სწორად მოექცა თუ არა სახელმწიფოს წარმომადგენელი მოქალაქეს. ამიტომ აქვს ამას ფუნდამენტური მნიშვნელობა და ჩვენ არ ვსაუბრობთ რიგით საკითხზე. ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე ვამბობთ, რომ ის ვინც უნდა დაადგინოს ამ ქვეყანაში სამართალი, ის ადამიანები ავირჩიოთ კარგები, პროფესიონალები, შეუბრალავები. რა არის ამაში ცუდი? ხო, რატომ უნდა იყოს ეს მიუღებელი? და რატომ არ უნდა ეს მართლ პარტიას ამ კანონპროექტით დაწერეს, რომ მხოლოდ ისინი, ვინც დღეს წარმოადგენენ სასამართლო ხელისუფლებას, მოქმედი მოსამართლეები არიან, ან მუშაობდნენ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, აი მათ შეეძლებათ ამ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. ის რაც 10 კაციანი სიის ვერ გატანით და 10 კაციანი სიის შეჩერებით მოხდა პარლამენტში, როდესაც ეს სია არ მივიღე, ეს სია არ გავიტანე კომიტეტზე, ვერ მიაღწიეს ამ მიზანს, ეხლა ცდილობენ ამ კანონპროექტით მიაღწიონ იმ მიზანს, რაც ჩვენ მათ ესე ვთქვათ ჩაუშალეთ გასული წლის დეკემბერში. იმიტომ რომ აი ამ კანონპროექტით თუ ამას პარლამენტი მიიღებს, როგორც არ უნდა იკეკულწონ, ეხლა ჩვენმა კოლეგებმა თვალი უნდა გაუსწორონ რეალობას. აქ წერია, რომ გარედან ვერავინ ვერ შემოვა სასამართლო ხელისუფლებაში. ამ შემთხვევაში მოისმინეთ ალბათ არგუმენტი, რომ 300 ადამიანთან ვერ ჩატარდება გასაუბრება, ან 150-თან მსურველი იქნება ძალიან ბევრი და შეუძლებელია პირველი ეტაპიდანვე დაიწყოს ეს ყველაფერი გასაუბრებით. ეს იყო მთავარი არგუმენტი გიორგი კახიანის ეთერში. ეს არ არის სერიოზული არგუმენტი, მინდა უთხრა
გიორგის არ არის ეს სერიოზული, როდესაც ამბობ რომ ვერ დაველაპარაკები 300 ან 150 ან 100 ადამიანს, ჯერათი არავინ არ იცის 300 იქნება თუ 50 და ნამდვილად არ იქნება 300 გარწმუნებთ თქვენ, არცად კონკურსში არასოდეს არ მიუღია ამდენ ადამიანს მონაწილეობა, არათუ უზენა ეს სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე. იუსტიციის საბჭოს წევრებისთვის რომ ღია კონკურსი იყო პარლამენტში, იქაც კი არ იყო 60 ადამიანზე მეტი. სადაც ბარიერები საერთოდ არ არის, ძალიან პატარა ბარიერია, კანონის რამდენიმე მოთხოვნა და გამოცდა იქ საერთოდ საჭირო არ არის. რაზე ვლაპარაკობთ ახლა 100-300 ადამიანი იქნება გასასაუბრებელი და ასეც რომ იყოს და ერთი წუთით რომ დაუშვათ, რომ ბევრმა ადამიანმა ღმერთმაგთან შემოიტანა კონკურსში განაცხადი. რა არის უკეთესი? ერთ ვაკანსიაზე ერთი კანდიდატი განიხილო, რომელსაც 5 ჯერ დაგიცხრილავს დღეს არსებული იუსტიციის საბჭო, თუ ერთ ვაკანსიაზე მინიმუმ 3 ადამიანი რო გეყოლება, ასარჩევად და შეგიძლია 3-დან ის უკეთესი აირჩიო. რომელია უკეთესი? ამ შავს და თეთრს გონიათ, რომ მოქალაქეები ვერ არჩევენ? ამას ვეუბნებით მოსახლეობას. მეზარება დროს ვერ დავკარგავ დეპუტატი როვა და ვერ ვიმუშავებ და დრომენანება ეს არის მართველი პარტიის პოზიცია. აი ამ კანონ პროექტზე როცა ვსაუბრობთ თუნდაც ოპოზიციასთან თქვენთან ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის რა სიტყვის ვენეციის კომისია და ის სავარაუდოდ იტყვის რომ ეს კანონ პროექტი არის კონსტიტუციური. კომისიის ფუნქცია წინა ეთერშიც იყო საუბარი არის სწორედ ამის განსაზღვრა. რა შანსი აქვს რა ზელით კომისიის დასკვნაში კრიტიკულს? რადგან სავარაუდოდ პირველი ნაწილი იქნება ეს, რომ ეს კანონ პროექტი არის ნამდვილად კონსტიტუციური, კონტექსტთან დაკავშირებით, პოლიტიკურ კონტექსტთან დაკავშირებით, რა შეიძლება თქვას კომისიამ? ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს კანონ პროექტი კონსტიტუციური არის. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს კანონ პროექტი, რაც კობახიძემ კონსტიტუციური არის, აკონსტიტუციურობის განჟა ხდება, ჩვენ ვამბობთ, რომ ვერაგული განზრახვა აქვს. ცუდი განზრახვა აქვს. აი როგორ უნდა ამოიცნოს ეს ვერაგული განზრახვა ვენეციის კომისიის ექსპერტმა? აი ამითი პირველი ვენეციის კომისიის ექსპერტი შეიძლება ამას ვერ ამოიცნობს და თუმცა გარკვეული საფრთხეები არის. მათ შორის კონსტიტუციურობის პრობლემა აქვს ერთ ნაწილში, რომელიც ეხება ინფორმაციის დამალვას. მე არ ვიცი ხა ვესაუბრე ამაზე ვენეციის კომისიას და რამდენად გამახვილდება ყურადღება ვერ გეტყვით, მაგრამ ის რომ კობახიძის პროექტში წერია, რომ პარლამენტს და საზოგადოებას დაუმალოთ მოსამართლეობის კანდიდატთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომ მხოლოდ იუსტიციის საბჭოს წევრები ერთმანეთს გააცნობენ ამას, შემდეგ დალუქავენ და 3 წელი იქნება გაუხსნელი და შემდეგ განადგურდება, ეს არაფერში არ წერია, ეს არ არის გახსნილი პროცესი, ეს არის დახურული პროცესი და ეს მათ შორის კონსტიტუციურობის პრობლემას ნამდვილად ატარებს. მაგრამ აქ თავარი სხვა რამ არის, ვენეციის კომისიამ შეიძლება გარკვეული რეკომენდაციები მისცეს ამ კანონ პროექტთან დაკავშირებით, მაგრამ თავარი წუხილი რაც არის ის, რომ ჩვენმა კოლეგებმა, დეპუტატებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეს არის პროექტი, რომელიც დაწერა ისევ ჩინჩალაძის ჯგუფმა და ამიტომ ქვია მას კობახიძის კაბინეტი, იმიტომ რომ მიეჩვევდნენ კობახიძის კაბინეტს ბოლო თვეების განმავლობაში და ხშირად სტუმრობდნენ იქ და ძალიან კარგად ვიცი როგორ ხდებოდა ასეთი პროექტების მიწოდება. ამ პროექტს აწერია ხელწერით, რომ მიზანი არის ის, რაც ვერ მოახერხეს გასული წლის დეკემბერში, უზენაეს სასამართლოში გადაიყვანონ ქვედა ინსტანციიდან მოსამართლეები. ამას ვერ ხვდებიან ჩვენი კოლეგები? მე მაინტერესებს იმ კოლეგების მოსაზრებები, რომლებიც კეკლუცობენ ახლა და თავს იტყუებენ და არ ვიცი, მითხრეს რამდენად სწორი არ ვიცი, იგივე ხულორდავას კომენტარი, რომ ღია კარის მტრობას გავსვეს, ესე უთქვამს, მე არ მომისმენია. მე მაინტერესებს, არის ის ევროკავშირის პოზიცია, სადაც ის წლების განმავლობაში მუშაობდა, რამდენად კრიტიკულია ამ პროექტის მიმართ და რომ არ ეთანხმებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და პრობლემურად განიხილავენ ამ კანონ პროექტს, ადვოკატებს არ მოწონთ, იურიდიულ პროფესიას არ მოწონს, ექსპერტებს არ მოწონს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს, ამერიკის საელჩოს, გერმანიის განვითარების ფონდს, ვინც არის USAID, ვინც არის ჩვენი მხარდამჭერი აი ამ რეფორმის, მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში. როგორ შეიძლება არავის არ მოწონდეს და ნაციონალურ მოძრაობას ეძახდნენ მხოლოდ რომ აი მაწის ფულზე ასხამ წყალს. ეს ორგანიზაციები, ქვეყნის მეგობრები და პარტნიორები რომ გაკრიტიკებენ ამ პროექტის გამო.
ესენი ვის სხულზე ასხამენ უკაცრავად წყალს? როგორ შეიძლება არავის არ მოწონდეს ის პროექტი მოგწონდეს? და მე მაინტერესებს იგივე პროცედურა, ნახეთ როგორი შესავალში აღნიშნეთ, კი ამ თემაზე ვისაუბრეთ, რომ დღეს სწორედ შუალედური დასკვნის გამოქვეყნებამდე იყო ეს განხილვა. მე უბრალოდ მინდა ბოლოსკენ მივდივართ, კითხოთ ირაკლი კობახიძის დღევანდელ კომენტარზე. სასამართლოების თემა იყო წყალგამყოფი, რაც დაუჭდა ქართულ ოცნებას 4 დეპუტატის დაკარგვა პარლამენტში, შემდეგ საკრებულოში და მოძრაობა დაიცავი საქართველოს შექმნადაც. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ დაიცავი საქართველოს თუ პარტია გახდება ეს და პოლიტიკური ორგანიზაცია გაუჭირდება 3%-იანი ბარიერის გადალახვა, რადგან ისინი არიან -%-ებში. როგორ აფასებთ ყოფილ თანაგუნდელებზე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ასეთ კომენტარს? გასაგებია განაწყენება თქვენზე, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარი იყო დათო მაღრაძეზე და სხვა ადამიანებზე, რომლებმაც დაიწყეს თავიდან დაიცავი საქართველოს მთელი ეს პროცესი. ჩემი მოკლე პასუხი კობახიძეს, რომელიც ვერც ფერებში ერკვევა, ვერც პარლამენტის მართვაში ვერ გაერკვა დღემდე და საერთოდ დათვლა რო არ იცის კარგად, ეს ბევრჯერ ვნახეთ, მათ შორის არჩევნების დროს, როდესაც უმტკიცებდა ყველას, რომ 50%-ზე მეტი ქონდა უკვე აღებული ამ მონაცემებით სალომე ზურაბიშვილს და შემდეგ როგორ მოხდა ამ ყველაფრის გაფორმება, ეს ვნახეთ. ეხლა ამის გარდა ბევრჯერ მინახავს მისი კარგად დათვლილი ციფრები, ასე რომ დაანებოს თავი იმ საქმეს, რაც მას არ ხელეწიფება, ჯერაც ერთმანეთისგან უნდა არჩევდეს პარლამენტის თავმჯდომარე, რომ ხარ საზოგადოებრივი მოძრაობა და პოლიტიკური პარტია ერთი და იგივე რო არ არის. ამიტომ ეს მისი საქმე არ არის, არ გამოდგება ისე არც ექსპერტად და არც პროცენტების გამსაზღვრელად. ამაში შემჩნეულია როგორც უნიჭო ადამიანი, რომელიც ვერ ითვლის კარგად და მე მგონია, რომ ჯობია იმ საქმეს მიხედოს, რაც აბარია ჯერ კიდევ, ვიდრე რაიმე ესე თქვა სიცოცხლის უნარიანობა შერჩენია ამ პარლამენტს, რომლის ნიშნული სანდოობის მინუსებშია უკვე წასული და ამაზე უნდა ღელავდეს პარლამენტის თავმჯდომარე. ნუ იღელვებს იმ საზოგადოებრივ მოძრაობაზე, სადაც მათ შორის ქართული ოცნების ბევრი ამომრჩეველი იყო და აღარ აპირებენ ქართული ოცნების მხარდაჭერას, აი ესეთ ცუდი განზრახვების გამო და ცუდი კანონპროექტების გამო, რომელსაც ის პირადად ლობირებს პარლამენტში. დიდი მადლობა ქალბატონო ეკა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღის პირდაპირ ეთერში ერთვებოდა ეკა ბესელია, უმრავლესობის ყოფილი წევრი. ამავე თემით რამდენიმე წუთში საუბარს განვაგრძობთ გიგა ბოკერიასთან, მანამდე კი ეთერში რეკლამის დროა, დაგველოდეთ რამდენიმე წუთში უბრუნდებით. რეკლამის შემდეგ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. პარლამენტში ამ წუთებშიც გრძელდება მოსამართლეთა შერჩევის წესის კანონპროექტის განხილვა, რომელიც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ განიხილება ვენეციის კომისიის შუალედური დასკვნის გარეშე და სწორედ ამ თემაზე საუბარს განვაგრძობთ გიგა ბოკერიასთან ერთად. ევროპული საქართველოს ლიდერი გვერდება, ერთ-ერთი ლიდერი პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო გიგა. მადლობა ჩართვისთვის. მაგრამ ალბათ შემეხმა არის. გესმით ჩემი? ბატონო გიგა, თუ გესმით ჩემი? როგორც ჩანს ტექნიკური პრობლემაა. ჩვენ დაუბრუნდებით გიგა ბოკერიას ცოტა ხანში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ დღის მთავარ ამბავს, ქართული ოცნების პირობა, რომ ისინი დაელოდებოდნენ ვენეციის კომისიის განხილვას, ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას მოსამართლეთა შერჩევის წესის შესახებ კანონპროექტზე არ შესრულდა და ამას ამბობს სახალხო დამცველი, რომ დღევანდელი განხილვა ნიშნავს სწორედ პირობის არ შესრულებას, თუმცა უმრავლესობის პოზიცია არის ის, რომ ისინი ახალ ცვლილებებს კომისიის დასკვნასთან ერთად განიხილავენ საპარლამენტო სესიაზე. დღეს რამდენჯერმე კამათი მოყვა ამ თემას კომიტეტზე და დაპირისპირება სიტყვიერი. უმცირესობა ამბობს, რომ სწორედ მთავარი არბიტრის, ევროპელი ექსპერტების მოსაზრება უნდა მოგვესმინა ჩვენ დღეს, როგორც მაცნობებენ უკვე შეგვიძლია ვესაუბროთ გიგა ბოკერიას პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო გიგა და მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით. ჩვენ საუბრობთ ვენეციის კომისიის პოზიციაზე და დასკვნაზე, რომელიც ჯერჯერობით არ გვაქვს და ვერ მოვისმინეთ. რას შეცვლიდა ეს დასკვნა, რომ ქონოდა ვთქვათ დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სასწორის რომელ მხარეს გადაწონიდა, თუ შეიძლება ამის პროგნოზირება გარკვეულწილად მაინც? მე არ შევდგე პროგნოზირებას, თუ მაინდა-მაინც უნდა ვთქვა, დიდი ოპტიმიზმი ამ ქართული ოცნების გუნდის პირობებში, ივანიშვილის გუნდის პირობებში, რომ იმ პრინციპულ საკითხებზე გაითვალისწინებენ საზოგადოების წუხილს, ამ თუნდაც საერთაშორისო ექსპერტების წუხილს სრულფასოვნად არ უნდა გქონდეს, მაგრამ
ჩვენი ამოცანა სამოქალაქო საზოგადოებისაც და დემოკრატიული ოპოზიციის არის რომ ყველაფერი ვცადოთ იმისთვის რომ ნაკლებად არანორმალურად მიდოდოს ეს პროცესი და დავაზუსტებ მე აკითხეთ უმრავლესობის პოზიციაზე უმრავლესობისთვის რა შეცვლიდა ზოგადად საერთო სურათში რა შეცვლიდა რომ მხარეს იქნებოდა ხო მე მეგონა პრობლემას მეკითხებოდით შედეგის თვალსაზრისით არა ნორმალური დისკუსია არის გავიგე უკაცრავად მე ვერ მოვისმენთ ესიერად ბოდიში არა ნორმალური დისკუსია არის რა რომ ვენეციის კომისია არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია რა თქმა უნდა ვენეციის კომისია არ წყვეტს როგორ კანონს მიიღებს საქართველოს პარლამენტი სუვერენული ქვეყანა ვართ მაგრამ თუ გადაწყვიტეთ ასე გადაწყვიტა თვითონ მმართველობა გუნდმა კი არ ამოცანებისთვის ჩემი აზრით რა ჩვენ ახლა ვენეციის კომისიას გავუგზავნით რომ არ გამოჩენილიყვნენ ბოლომდე თვითნებურები ერთი შეხედვით თუ გადაწყვიტე რომ უგზავნი ხო ელემენტარული ლოგიკაა რომ ყველას ვისაც აინტერესებს ეს პროცესი უნდა ქონდეს საშუალება რომ ნახოს ეს ექსპერტები რას იძახიან და ამის მიხედვით გააგრძელოს დისკუსია ან მივახციოთ კომპრომისს ან ვერ მივახციოთ ხო მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ის ჯგუფები რომლებიც წლებია მუშაობენ ამ საკითხებზე რომლებიც არიან ცნობილი საკუთარი რეპუტაციით და პრინციპულობით ეს არის რომ ყველაფერში უნდა დავეთანხმოთ მაგალითად მე როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი ან ხელისუფლება მათ ან რომ მათი სიტყვა ბეჭედია და საბოლოო არა უბრალოდ პატივსაცემი და მნიშვნელოვანი მონაწილეები არიან მინიმუმ ამ პროცესის ხო კომიტეტის ხომ არის ის ადგილი, სადაც მხოლოდ დეპუტატები კი არა აწარმოებენ დისკუსიას, არამედ საზოგადოების წარმომადგენლები. ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ დაულოდებოდით ამ ავტორიტეტული ჯგუფის ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის შემდეგ გაგვეგრძელებინა დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. თუმცა არგუმენტი იყო, რომ სამოქალაქო საზოგადოებას არ აქვს ხმის უფლება, ასეთი არგუმენტი მოვისმინეთ დღეს ამბების ეთერში, რომ შედეგობრივად თითქოს ეს მაინც არაფერს შუაში არ არის, კაცო. რა თქმა უნდა არა აქვს ხმის უფლება მაგ ლოგიკით უმრავლესობას აქვს უმრავლესობა მორჩა მაშინ საერთოდ რაზე ხარჯავ დროს ხო დემოკრატიული პროცესი გულისხმობს იმას რომ განსხვავებული პოზიციები რო არსებობს ცნობილია შეიძლება ალბათობა დაბალი იყოს რამეზე შეთანხმების მაგრამ თვითონ ამ პროცესს აქვს მნიშვნელობა იმიტომ რომ ზოგჯერ ეს ყველაფერი იცვლება და ეს არის პატივისცემა ჩვენი მოქალაქეების შორის ვინც უყურებს ამ პროცესს რომ სულფასოვნად იყოს ინფორმირებული დამოკიდებულების საკითხია ზოგადად ესე რომ კითხოთ აი ქართული ოცნების წარმომადგენლები ეთერში თუ გეყოლებათ ივანიშვილის გუნდიდან ვინმე კითხავთ რომ ნიშნულოვანია თუ არა რომ ისეთ საკითხზე რაც შეეხება სასამართლოს უზენაეს სასამართლოს დაკომპლექტებას რაღაც კონსენსუსი არსებობდეს ანუ მარტო მართველი პარტიას კი არ ჯეროდეს რომ კარგად მიდის საქმე არამედ რაღაც კონსენსუსი იყოს თუ სასამართლო არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური საკითხი ხო აქ ნიშნულოვანია რომ პარტიული ზღვრების მიღმა გადიოდეს შეთანხმება თქვენ იცით ამაზე მათი პოზიცია არის ამიტომ რომ მაყურებლობას არაკეთებს ტაშის დაკვრისთვისაც გააკრიტიკეს თქვენთვის ტაშის დაკვრისთვის არის სამთავრობო სექტორი ასე რომ კონსენსუსზე მგონი ივანიშვილის გუნდის და უმრავლესობის პოზიცია ცნობილია ნუ არა ეს არის აბსოლუტურად არანორმალური ვითარება რომელიც არის შექმნილი ქართულ ოცნებაში მე ამას პოლიტიკურ ისტერიკას უძახი ხა უმრავლესობიდან ხალხი წავიდა მათ ხელახლა აგრესიულ ტონს დაუბრუნდნენ ღარიბაშვილი დააბრუნეს ივანიშვილი გამოვიდა და მიუძღვნა ერთი გადაცემა იმას როგორ არის მურუსიძე გმირი გირგულიანის ტრაგედიის და შალვა-შოგულიძე რომელიც ბოლომდე იცავდა გირგულიანს და მოიგო სტრასბურგის სასამართლო წინა ხელისუფლების დროს თურმე არის დამნაშავე აი ამ ისტორიულ მდგომარეობაში შევიდა და დღევანდელი სიტყვაც ამის მაგალითი იყო ხარა მართლა ვინმე სხვა ჯერ არის იმის რომ ორი კვირით თუნდაც ორი კვირით უფრო გვიან რო იქნას ეს კანონი მიღებული ამით მძიმდება ვითარება სასამართლო სისტემაში ეს ხო სული სისულელია და უტიფარი სისულელი არა ეს არის დამოკიდებულება ივანიშვილის მიერ დაალაგებული ტონიდან რომ უტიფრები უნდა იყვნენ პოლიტიკურად არ გაუწიონ ანგარიში არაფერს იმიტომ რომ ძალიან უჭირთ იმიტომ რომ ღრმავდება კონსტიტუციის საზოგადოებაში მათ წინააღმდეგ რომ ჩიხში შეიყვანა ამ გუნდმა ქვეყანა ამიტომ და განსაკუთრებით სასამართლოზე არის კონსტიტუცია რომ ის უბრალოდ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს დღეს და კორუფციაშია ჩაფლული ამავე დროს ამის გამო ჯობია რომ უფრო უტიფრად მოიქცეთ და მხოლოდ ამაში ხედავენ გამოსავალს რომ სხვა არანაირი კურსი ან არსებითი დისკუსიის შინაარსობრივი კამათისაც შეიძლება ღირსეულად გამოიყურებოდნენ ამ გუნდს ივანიშვილის გუნდს არ გააჩნია და დღევანდელი დღეც ისე როგორც მათი პოზიცია სასამართლო ხელისუფლებაზე რომ ერთ კლანს უნდათ რომ ჩააბარონ და ყველა კანონის მერე ადაპტირება ხდება იმის რომ ამ კლანს კონდეს სრული პაკეტი კონტროლის და მერე ის ასრულებდეს ივანიშვილის დაკვეთებს აი ამის გარდა სხვა გზამათ არ გააჩნია ბატონ გიგა დღევანდელ დღეს რომ გავუცდეთ ეს პროცესი დაიწყო დიალოგით კი ბატონო მაგალითი თქვით ხო აი მაგალითი ყველასთვის გასაგებია იყოს აი რაზე ჭედავენ შეიძლება მე ეს დათმობა კაი იქნება ამას მაინც თუ დათმობენ მაგრამ ინტერესთა კონფლიქტის საკითხი რაზეც შალვა-შოგულიძე გამოდიოდა დღეს ხო რომ არ შეიძლება არა მარტო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არც ერთ ორგანოში სადაც ადამიანები წყვეტენ ბედს იმისი ვინ გახდება მოსამართლე ან ვინ გახდება ნებისმიერ სხვა სფეროში მოღვაწე ხო ან აწესებენ რეგულაციებს არიან არბიტრები არ შეიძლება რომ თვითონ ვინც მსაჯია პირობითად რო ავიღოთ სპორტული ტერმინი თვითონ მონაწილეობდეს თამაშში ხო
გასაგებია. ამ მოედანზე რთულია შესვლა, სადაც მსაჯი თამაშობს, გასაგებია. საკუთარ თავს არ მიცემს ხმასო და მარტო საკუთარ თავს გერა ბატონმა შაუგულიძემ ამაზე სწორი ანალოგია მოუგო ბევრ ვარეგულირებულ ორგანოში საქართველოშიც კი და საერთაშორისო პრაქტიკაც ესეთია რომ არათუ როცა იქ ხარ მაშინ არ გაქვს მონაწილეობა რომ თამაში მონაწილე იყო და შენ თვითონ აგირჩიო მე დაწესებული არის პოსტ ლიმიტები ანუ რომ აი ამ თანამდებობიდან რომ წახვალ 3 წელიწადი არ გაქვს უფლება იმავე სფეროში შეხვიდე იმიტომ რომ იქამდე შენ იყავი არბიტრი იმიტომ რომ ესე ხო სულ გარიგებები მოხდება რომ დღეს მე შენ ერთი ხელი ხელს ბას მეორე დღეს მეორე ხელს და დღეს მე შენ პროცედურას და ამაც რომ დავბლოკოთ სხვა გავცდეთ დღევანდელ პროცედურას რომ გავცდეთ ეს მთელი ეს ამბავი დაიწყო იანვარში პირველი 10 კაციანი სიის წარდგენით ალბათ მაყურებლისთვის ყველაზე საინტერესოა ამ ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ რა მივიღეთ შედეგად მივიღეთ ოდნავი გაუმჯობესება მაინც თუ არა გასაგებია ეს ჯერ არ არის გაფორმებული ოფიციალურად თუმცა სავარაუდოდ საკონსტიტუციო უმრავლესობის გათვალისწინებით უკვე აღარ აქვს პრინციპში უმრავლესობის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ ალბათ დიდი ალბათობით არ ჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არ ჭირდებათ რომ ეს მივა ბოლომდე ანუ ბევრი მწვანებული არის თქმა რომ რაიმე შედეგი მივიღეთ ოდნავ მაინც რას ცვლის ეს ხანგრძლივი პროცედურა რაც გაწერა უმრავლესობამ ანუ ცვლის თუ არა რამეს ნიშნულობას ხანგრძლივი პროცედურა რაც ამბობენ რომ არ არსებობდა და დღეს არსებობს არა გავიგეთ რომ არ არსებობდა, მაგრამ სხვა სისტემა იყო პრეზიდენტი წარადგენდა და თვითონ ჭედავდნენ მერე საკუთარი პარტიიდან არჩეული პრეზიდენტის კანდიდატურებს, სხვა შორის ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. და ამიტომ არის სიმცირე უზენაეს სამართლოში მოსამართლეების მათივე გამოწვეული პრობლემაა ეგეც. რაც შეეხება შედეგებს, არა, შედეგებზე ლაპარაკი ნაადრევი არის. ჩვენ არ დაუშვით საზოგადოების რეაქცია მათ შორის, არ დაუშვა ყველაზე უფრო უტიფარი ვარიანტი, რომ ორ დღეში ყოველგვარი განხილვის გარეშე ეს სია, რომელიც ესე დაწერილი იყო იმ ნიშნით, რომ კომფორტში უნდა იყვნენ, ვერ მიეღოთ. ეს კარგია, რომ ეს არ დაუშვით, მაგრამ ეს მეორედაც იმუშავებს საზოგადოებრივი კონსენსუსი, მეორედაც იმუშავებს ეს საერთო განწყობა. მაგრამ არ ვიცი, არ მაქვს საფუძველი მაყურებელი შესაძლოა შეიყვანო, რომ ოპტიმიზმის ვიქადაგვა, ჩვენ არ ოპტიმისტურად იყავით განწყობილი. მინიმუმ არა, მე არ მიყვარს ნაადრევი ოპტიმიზმი ხოლმე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დემოკრატიულ ოპოზიციას, ევროპული საქართველო, ყველა მიმართულებით, გულისხმობ დემოკრატიულ კონსტიტუციურ ინსტრუმენტებს, რომელიც გვაქვს პარლამენტში და პარლამენტის გარეთ, რომ ხელი შევშალოთ ამ პროცესს მინიმუმ შევაფერხოთ, ყველაზე მინიმალურ შემთხვევაში ყველაზე სკანდალური ფიგურები ვაიძულოთ რომ არ ყავდეთ ამ სიაში, მაგრამ პრინციპულად ამ ვითარების გარდატეხვა ეს ყველას გვესმის, რომ მოხდება მხოლოდ ამ ხალხის და ივანიშვილის პერსონალურად ხელისუფლებიდან ჩამოქცილების შემდეგ დემოკრატიული არჩევნების გზით და სხვა შორის ამ გზაზე შემდეგი მნიშვნელოვანი გაჩერება არის ეს არჩევნები, რომელიც ახლა მოდის რამოდენიმე ქალაქში, მათ შორის თაწმინდაზე, სადაც სიმბოლური ფიგურა შალვა შაგულიძე იხლისკენს, რომელიც არის სიმბოლო იმისი, როგორ უნდა იყოს კაცი პრინციპული ამ საკითხებში და თავარი ხმა, რასაც ივანიშვილი გაიგონებს და რამაც შეიძლება მოქცეს რაღაც შედეგი, არის ამ არჩევნებზე, ახლა გამოტოვებულ არჩევნებზე, თაწმინდაზე და მთელ საქართველოში სადაც ის ტარდება, იმიტომ რომ ეს იქნება ბოლო პოლიტიკური გაგონებამდე იქნება ალბათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამისთვის უნდა მომზადოთ. არჩევნებამდე სავარაუდოდ ძალიან მოკლე დროში იქნება. ხო, შეიძლება ესე ჩანს რომ ეს უნდათ ესე ჩანს რომ ესე უნდათ, მაგრამ მე მოსამართლეების დამტკიცება და შემდეგ, მოკლედ ჩვენ ყველა მეთოდს გამოვიყენებთ, ეს არის ჩვენი ვალი, სანამ უმრავლესობაში არის ივანიშვილის გუნდი, რომელსაც ეს ხედვა აქვს, ხედვა არა აქვს და მხოლოდ საკუთარი, ანუ ივანიშვილის ძალაუფლების გახანგრძლივება აინტერესებს და სწორედ ამიტომ უჭერს ამ მოდელს ხარ და ამ კლანს და ამიტომ დააბრუნა კორუფციას სამართლოში და ამიტომ არ მიგვიყვანა დამოუკიდებლობა და რასაც გვპირდებოდა. ანუ ის პრობლემაც არ გადაჭრა, რომელიც იქამდეც არსებობდა. ეს გვესმის ყველას, მაგრამ იქამდე ჩვენი ვალია ამათ წინამდებობა გაუწიოთ და ბოლოს შევცვალოთ არჩევნების გზით და ეს დავიწყოთ თათმის არჩევნებზე შალვა შაგულიძის არჩევით. რა შეიძლება შეცვალოს სახალხო დამცველის ჩართულობამ, რომელმაც დღეს გამოთქვა უპრეცედენტო მისი ინსტიტუტისთვის ინიციატივა, რომ პარლამენტარებს გააცნოს თავისი კრიტიკული შენიშვნები. პირველად იყო განცდა, რომ შეიძლება მისთვის არ გახსნილიყო პარლამენტის კარი, თუმცა რა შეიძლება შეცვალოს ნინო ლომჯარიას პოზიციამ ამ მთელ პროცესში? კიდევ ერთი დემოკრატიული ინსტრუმენტია, რომ კიდევ ერთი ხმა მოისმინოს პარლამენტმა იმ პირის, რომ თვითონ აირჩიეს, სხვა შორის, ანუ უმრავლესობამ აირჩია
და მისი მოსაზრებების ან უნდა მოახდინონ დემონსტრატიული იგნორირება, რაც პოლიტიკური ფასი დაუჯდებათ, ან მინიმუმ უნდა არსებით დისკუსიაში შემოვიდნენ. სწორი ინიციატივაა, ეს არ არის ინიციატივა, რომელიც გადაგვარჩენს, მაგრამ ჩვენ ბუნებრივია ამას ხარს უჭერთ, არ აქვს იმას მნიშვნელობა, რომელ ნაწილს დავეთანხმებით ან არ დავეთანხმებით სახელმწიფოს გზავნილს. ეს არის სწორი ინსტრუმენტი და ეს უნდა მოხდეს. როცა ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ვლაპარაკი. ხარს უსვამ, ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დისკუსია, ხო? უმრავლესობა იმისთვის არის, რომ თავისი გააქვს, ხო? არჩევნებს მაგით აქვს მნიშვნელობა, ხო? ვინ იქნება უმრავლესობაში და უმცირესობაში. მაგრამ როცა საქმე ეხება უზენაეს სამართლოს, ან მით უმეტეს კონსტიტუციას, იქ დემოკრატიული სტანდარტი ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც წარმატებას მიაღწია, არის, რომ უნდა ეძებო ფართო კონსენსუსი. იმიტომ რომ მაშინ ეს გადაწყვეტილებები შეიცვლება, როგორც კი შეიცვლება უმრავლესობა შემდეგ არჩევნებს და ეს ცუდია სასამართლოსთვის. და ამიტომ არ გვინდა რომ ეს ჩაბეტონება მოხდეს, რომლის მერე შეცვლა იქნება რთული და საზიანო ქვეყნისთვის. იმიტომ სასამართლო ხელისუფლებასთან ხელის შეხება სხვა შტოების მიერ არ არის კარგი პრეცედენტი. მაგრამ როცა კორუფციას აკანონებთ და ასეთ მორჩილებას კლანის და ერთი ოლიგარქის, ეს გარდაულად გამოიწვევს მე მომავალში ამ ყველაფრის შეცვლის აუცილებლობას. დიდი მადლობა. ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია საუბრობდა პირდაპირ ეთერში, მოვისმინეთ მისი პოზიცია მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს ამ თემაზე პარლამენტი მოусმენს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას და მთავარი ინტრიგაა კენჭისყრა იქნება ამ გამოსვლამდე თუ გამოსვლის შემდეგ. ჩვენ ამ თემას დაუბრუნდებით დღისამბების სხვა გამოშვებაში. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.